გამარჯობა. ამ ვიდეოში გესაუბრებით პირველი ევროპული ცივილიზაციის შემქმნელებს, რომლებიც იყვნენ G2A ჰაპლოჯგუფის მატარებლები, ანუ თანამედროვე სახელდებით ქართველები. ეს მონაცემები დამკვიდრდება ქართლოსის, ბარდოსის, ოვაკოსის, ლეკოსის, კავკასიოსის, ევროსისა და ეგროსის სახელების ეტიმოლოგიისთვის, რომელსაც შემდეგ ვიდეოში წარმოგიდგენთ. ეს არის აქამდე სრულიად უცნობი ინფორმაცია, რომელიც ჩვენი აღმოჩენა და ძალიან საინტერესოა. გაგაოცეთ მათი სახელების ეტიმოლოგია. შეგახსენებთ, რომ ქართველი ეთნოსი და პირველი ერთიანი ქართული სახელმწიფო კავკასიაში ჩამოყალიბდა ქართლოსისა და მისი ძმების მიერ ძველი წელთაღრიცხვის 2723 წელს. უყურეთ ამაზე ვიდეოები გვაქვს, რომელსაც თავიდან ეწოდებოდა ივერია, ხოლო შემდგომ უკვე მოგვიანებით საქართველო, ქართლოსის საპატივცემლოდ. მათი გენეტიკური ჰაპლოჯგუფია GM201, ანუ G2A, რომელიც დომინირებს თანამედროვე ქართველებში. ამიტომ ქრონოლოგიის გათვალისწინებით ჩვენ გამოვიყენებთ ამ ტერმინს წინარე ქართული, რადგან შეცდომაში არ შევიყვანოთ ჩვენი მაყურებელი, რაც ნიშნავს ქართველური ეთნოსის წინაპარ ხალხს. დავიწყოთ თეიმურაზ ბატონიშვილით, სირიანელნი ძველი ვითარცა მოიხსენიეთ ზემორე აღწერენ ასურელთაცა და სხვათა უძველესთა ერთაზე და უპირველეს ყოფად ივერიელთა თემსა და კავკასიით გარდასახლებასა სხვათა ყოველთა. ჩვენი განმარტება. ამ ინფორმაციის საკითხვის შემდგომ შეიძლება მხოლოდ გაოცება გამოხატო, თუ რა დაზუსტებით აქვს აღწერილი თეიმურაზ ბატონიშვილის უძველესი ეპოქის ისტორია, რაც ეთნოსთა თანამედროვე გენეტიკური კვლევებით დასტურდება. ჩვენი დასკვნა ასეთია. წინარე ქართველები იყვნენ იაფეტიტური წარმოშობის ხალხი, რომელთა Y-დნმ მამობრივი ხაზი მიეკუთვნებოდა ჰაპლოჯგუფ G-ს ქვესახეობებს, განსაკუთრებით GM200-ს, ანუ G2A-ს, G2A1-ს, G2A2-ს, G1-ს და ასე შემდეგ. ხდება დავიწყოთ ევროპით. სამეცნიერო ინფორმაცია. ჰაპლოჯგუფი G2A ჰაპლოჯგუფის G2-ის მთავარი ქვეჯგუფია და სავარაუდოდ დასავლეთ აზიაში, კავკასიის რეგიონში ჩამოყალიბდა გვიანი პლეისტოცენიდან ადრეულ ჰოლოცენამდე. ითვლება, რომ G2A-ს მატარებელი ადრეული ფერმერები კავკასიიდან და ანატოლიიდან მიგრირდნენ და ევროპაში დაახლოებით ძველი წელთაღრიცხვის მე-7-6 ათასწლეულში შევიდნენ. G2A-ს ევროპაში გავრცელების ძირითადი ფაქტორებია. ვინჩას კულტურა. ვინჩას კულტურა, ასევე ცნობილი როგორც ტურდაშის კულტურა ან ვინჩას ტურდაშის კულტურა, სამხრეთ აღმოსავლეთ ევროპის ნეოლითური არქეოლოგიური კულტურაა, რომელიც ძველი წელთაღრიცხვის 5400-4500 წლებით თარიღდება. ამაზეც გვაქვს ვიდეო ჩაწერილი და უყუროთ. არქეოგენეტიკური კვლევების საფუძველზე ვინჩას კულტურაში დომინანტური მამობრივი Y-დნმ ჰაპლოჯგუფია G2A, კერძოდ G2A2 და მისი მესახეობები. დომინანტური წარმომავლობა. 2017-18 წლების 15 ნიმუშის კვლევებმა აჩვენა, რომ 15-დან 14 ინდივიდი GM201-ს, ანუ G2A-ს ეკუთვნოდა, ხოლო ერთი ნიმუში HP96-ს. წარმომავლობა. ეს ჰაპლოჯგუფის პროფილი ადასტურებს იმ დასკვნას, რომ ვინჩას ხალხი ძირითადად ადრეული ევროპელი ფერმერების წინაპრები იყვნენ. გვიანდელი ჯგუფებისაგან განსხვავება, G2A ჰაპლოჯგუფი ნეოლითური ფერმერებისთვის დამახასიათებელია. ის მკვეთრად განსხვავდება R1A და I2A L621 ჰაპლოჯგუფებისაგან, რომლებიც მოგვიანებით სლავური მიგრაციებით ჩამოვიდნენ, ან R1B-საგან, რომლებიც ხშირად ასოცირდება იავნაიას კულტურასთან. ამაზეც გვაქვს ვიდეოები და გთხოვთ უყუროთ. შემდეგია მალტის კულტურა, ანუ მალტის მეგალითები. მალტის მეგალითურმა კულტურამ დაახლოებით ძველი წელთაღრიცხვის 3600-2500 წლები შექმნა მსოფლიოში უძველესი თავისუფლად მდგომი ქვის ნაგებობები, რომლებიც სტოუნჰენჯსა და ეგვიპტურ პირამიდებზე ადრინდელია. ტაძრის პერიოდის ნეოლითური ჩონჩხების დაახლოებით ძველი წელთაღრიცხვის 3600 წელი კვლევებზე დაყრდნობით, მამობრივი შტოები Y-დნმ უძველესი მალტური ნეოლითური
ნიმუშიდან აღმოჩენილი დომინანტური ჰაპლოჯგუფები მიეკუთვნება G2A2A1 A3-ს და G2A2A1 A3-ას. ეს შტოები გავრცელებული იყო ადრეულ ფერმერებს შორის მთელს ევროპაში, თუმცა ისინი ძირითადად ბრინჯაოს ხანისთვის გაქრნენ. მიუხედავად იმისა, რომ მეგალითების მშენებელი პოპულაცია დაკავშირებული იყო ადრეულ ევროპელ ფერმერებთან, თანამედროვე მალტური გენეტიკა ხმელთაშუა ზღვის ნაზავია დაახლოებით 60-70%, სამხრეთ ევროპელები, სიცილიელები 20-30%, ჩრდილოეთ აფრიკელები და 5-10% ლევანტიელები. შემდეგი ლეპენსკი ვირი გენომე ლეპენსკი ვირისა და მიმდებარე ტერიტორიის შესწავლის თვალსაზრისით დადგინდა ძველი წელთაღრიცხვის 7500 წლიდან დაწყებული ცივილიზებული მოსახლეობა გაჩნდა ბალკანეთისა და დუნაის ხეობის დასახლებებში. მცირე აზიიდან კავკასი, ანატოლია ჩამოსულ ადრეულ ევროპელ ფერმერებს სრულიად განსხვავებული ცხოვრების წესი ჰქონდათ. მათ თან მოიტანეს პირველი მარცვლეული კულტურები, სოფლის მეურნეობის ცოდნა და ცხვრის, მსხვილფეხა, ქოშანი, პირუტყვისა და თხის მოშენება. G2A ჰაპლოჯგუფის ასოცირება ნეოლითური მეურნეობის კულტურის გაფართოებასთან, რომელმაც ლეპენსკი ვირში მდებარე ტერიტორია მოიცვა და გარდაქმნა და არა თავდაპირველ დამფუძნებელ მოსახლეობასთან. ამასთან ასოცირდება. სტოუნჰენჯი პრეისტორიული მეგალითური ნაგებობაა. სოლსბერის ველზე ინგლისში, რა თქმა უნდა, სტოუნჰენჯი რამოდენიმე ფაზად აშენდა, რომელიც დაახლოებით ძველი წელთაღრიცხვის 3100 წლიდან 1600 წლამდე გაგრძელდა. სამეცნიერო ინფორმაცია. არქეოლოგიური და გენეტიკური მტკიცებულებები მიუთითებს, რომ სტოუნჰენჯის პირველი მშენებელი ნეოლითური ხანის ფერმერები იყვნენ, რომელთა წინაპრებიც G2A ჰაპლოჯგუფის მატარებლები გახდნენ. ეს ხალხი, რომელსაც ხშირად ადრეულ ევროპელ ფერმერებს უწოდებენ, წარმოშობით კავკასიიდან და ანატოლიიდან, თანამედროვე თურქეთია იყვნენ. ძველი წელთაღრიცხვის 4000 წელს ბრიტანეთში გადავიდნენ, მათ სასოფლო-სამეურნეო ტექნიკასთან ერთად თან ჩაიყვანეს შინაური ცხოველები და დიდი ქვის ძეგლების მეგალითების აგების ტექნოლოგიაც ჩაიტანეს. შემდეგი ნია-ნიკომედიას კულტურა. ნია-ნიკომედიას ადრეული ნეოლითური დასახლება დაახლოებით ძველი წელთაღრიცხვის 6200-6000 წლები ადრეული ევროპული მეურნეობის მნიშვნელოვან ადგილს წარმოადგენდა. სამეცნიერო ინფორმაცია. დამაარსებლები G2A ინდივიდები დაკავშირებული არიან ბალკანეთსა და საბერძნეთში განლაგებულ ამ ადრეულ სასოფლო-სამეურნეო დასახლებებთან, რომლებიც ამ ტერიტორიებზე შევიდნენ კავკასიიდან. ჰაპლოჯგუფის როლი. კვლევები ადასტურებს, რომ G2A იყო კავკასიური და ადრეული ანატოლიური ფერმერების მთავარი მამობრივი შტო, რომლებმაც ევროპაში სოფლის მეურნეობა შემოიტანეს. ამიტომ ზუსტი იქნება თუ ვიტყვით, რომ G2A ინდივიდები იყვნენ ადრეული ნეოლითური კულტურების, მაგალითად ნია-ნიკომედიას ვამბობ, დამაარსებლები. ყინულის კაცი, იგივე 20, ასევე ცნობილი როგორც სიმილაურის კაცი ან ტიროლის ყინულის კაცი, არის ადამიანის ბუნებრივი მუმია, რომელიც ცხოვრობდა ძველი წელთაღრიცხვის 3350-დან 3105 წლამდე. სამეცნიერო ინფორმაცია. 20-ის ნეშტი აღმოაჩინეს 1991 წლის 13 სექტემბერს. ოტალიის ალპებში. აქედან არის მისი სახელიც. 20. ავსტრია-იტალიის საზღვარზე. ის არის ევროპაში უძველესი ცნობილი ბუნებრივი ადამიანის მუმია, რომელიც წარმოადგენდა კალკოლითის სპილენძის ხანის ევროპელების უპრეცედენტო ფიზიკურ ტიპს. 20-ის ყინულის კაცის Y ქრომოსომის ჰაპლოჯგუფი არის G2A. კერძოდ, გენეტიკურმა
ანალიზებმა მისი მამობრივი წარმომავლობა დახვეწა ქვესახეობამდე G2A2B, ადრე ცნობილი როგორც G2A4 ან GR91. წარმომავლობა როგორც ზემოთაც არაერთგზის გამარტეთ, ეს ჰაპლოჯგუფი ასოცირდება ადრეული ნეოლითის ხანის ფერმერებთან, რომლებიც კავკასიიდან ევროპაში მიგრირდნენ. თანამედროვე დრო, მიუხედავად იმისა, რომ მისი კონკრეტული შტო დღეს ევროპაში იშვიათია, 1%-ზე ნაკლები, მის ყველაზე მაღალი კონცენტრაცია კორსიკასა და სარდინიაში. ასევე ჩამოგითვლით ევროპის ტერიტორიაზე აღმოჩენილ უძველეს კულტურებს, სადაც დომინანტური Y-დნმ ჰაპლოჯგუფია GM201 ან G2A და მისი ქვესახეობები. ხაზოვანი კერამიკის კულტურა, ძველი წელთაღრიცხვის 5500-4500 წლები. კარდიალური ჭურჭლის კულტურა, ძველი წელთაღრიცხვის 5050-2950 წლები, რომელიც საბოლოოდ ადრიატიკის ზღვასთან ზღვიდან პორტუგალიის ატლანტის სანაპირომდე და სამხრეთ მაროკომდე გავრცელდა. კუკუტენი ტრიპოლის კულტურა, ძველი წელთაღრიცხვის 5050-2900 წლები. ქვემო დუნაის ხამანგაის კულტურა, დაახლოებით ძველი წელთაღრიცხვის 6000-5000 წლები. დიმინის კულტურა, დაახლოებით ძველი წელთაღრიცხვის 4800-4000 წლები. ამით დავასრულებ. საოცარია თანამედროვე ევროპელები გვთავაზობენ, რომ ჩვენი წინაპარი ქართველების მიერ ევროპაში შექმნილი სხვადასხვა თანამედროვე სახელდებითა და ტერიტორიული არეალით ცნობილი კულტურები მაგიაროთ მათ მემკვიდრეობად და თან აღფრთოვანებაც გამოუხატოთ. გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი, უყურეთ სხვა ვიდეოებსაც, მოგწერეთ კომენტარები და შეკითხვები. დიდი მადლობა.